მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მუსეუმის გადაცემა ისევ და ისევ გრძელდება. ჩვენ ვიმყოფებით რესტორან ლუმში, რომელიც გვასმისლობს რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენი გადაცემის სახელით. ახლა კი დროა წარვადგინოთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ანრი გუჩმანიძე, არაჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან კარგი მოქალაქე, ძალიან კარგი არტისტი, კარგი მომღერალი, კარგი სიმღერების ავტორი, კარგი სიმღერების კარგი ავტორი და ჩემი საამაყო მეგობარი. როგორ ახლა? კარგად, თავად როგორ განაცვალეთ. სანდირი მადლობა ასეთი გამიკეთებინა, უხერხულობა წარმოიშვებოდა და ამიტომ ზუსტად იგივე უფრო მეტად კარგი სიტყვები შეიძლება შეგძლო. სიყვარული და პატივისცემა ამაზე ორი აზრი არის. ვამაყობ რომ ერთი ქალაქის შვილები ვართ, განაცვალეთ. კი, ნამდვილად. ანრი, მოდი რო არ ვიყოთ ძალიან ისეთი ფორმალურები. და ყველაზე მთავარი მაინც ჩვენ გვაერთიანებს მუსიკა და გადაცემაც არის მუსიკის შესახებ. პირველ რიგში დავიწყოთ იქედან როგორ მოხვედი აქამდე, ანუ მუსიკა როგორ შემოვიდა შენ ცხოვრებაში, ეგ ვიცით, ეგ გავლილი გვაქვს და შენ იყავი ერთხელ ჩვენი სტუმარიც. ეხლა ვფიქრობ დადგა დრო, აი იმ ჩაწერიდან, ამ ჩაწერამდე რა ცვლილებები განიცადა ამ ქალაქმა, რომელიც ზუსტად ეხა ვახსენეთ და რა ხელშეწყობა არის, რაში ვერ არის ხელშეწყობა და რას ისურვებდი, რომ თქვათ ყოფილიყო. ნუ ცვლილებებზე რა. წინა ჩაწერიდან დღემდე რა ძალიან ბევრი რამე შეიცვალა პირადად ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი რა თქმა უნდა განვითარებისკენ მიდის, იწერება ახალი სინგლები, რაღაც ნუ მაგას თანდათან მოვყვები ყველაფერს. რაც შეეხება ხელშეწყობას და არ შეწყობას, აქ უკვე რა თქმა უნდა ნეგატიურზე არ კონცენტრირდები და უფრო ხელშეწყობაზე ვილაპარაკებ, პრობლემებზე საუბარი ჩემი ძლიერი მხარე არ არის. ხელშეწყობაზეც ბევრი ისეთი არაფრის თქმა არ შემიძლია, სიმართლე რო გითხრა. მაგრამ ნუ მე მგონია რომ შენ თვითონ უნდა შეძლო შენი საკუთარი თავის რეალიზაცია. აი როგორ რანაირად, როგორ უნდა შეძლო. იცი რა, აქაც მივდივართ მაინც წინა ჩაწერაზე რო იყო. მუსიკოსი და ანრი გუჩმანიძე არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მუსიკოსი, უნიჭიერესი ადამიანი, რომელსგანაც ინსპირაციას ვიღებ და მომწონს როგორც აკეთებს, რასაც შვება და ვიწყებს სწავლას, ვთქვათ. და შენ ყავხარ რაღაცნაირ ეტალონად ან სტიმულად იმისთვის, რომ მე რაღაცა დავწერო, გავაკეთო. და ამბობ, რომ შენით უნდა გააკეთო. აი, რა გზას დავადგე, როგორ მოვიდა. აი, მაინც აქაც ფილოსოფიური მიდგომა აქვს რა, ყველაფერს, ფილოსოფიურად უდგები. საკუთარ თავზე მუშაობა. ბევრი ისეთი არ უნდა ეძებო რაღაცა ხელის შემწყობი, რომ ვიღაცა მოვა და აიღებს და სადღაც მიგიყვანს, გამღერებს ან რაღაცა ეგეთი. შენ თვითონ უნდა გააკეთო ეგ ყველაფერი, მაგიტო ვიძახი, რომ ნუ ეხლა ჩემი აქტიური ცხოვრებიდან გამომდინარე, არ ვიცი დილის რვის ნახევრიდან რომ ვიწყებ დღეს, ალბათ ეს აქტიური ცხოვრება მაძლევს მაგ ძალას, რომ ეს ვიმოძრაო, ვაკეთო. ანუ ადრე იძინებ. კი, არა. როგორ ასწრებ? იცი რა, მე ფროიდისეულ ვერსიას ვემხრობი ცხოვრების, რომ ადამიანმა 6 საათზე მეტი დრო არ უნდა იძინოს და ასეც ვაკეთებ. ორგანიზმს თუ ჭირდება, მაგრამ ბოლო სადღაც 2 წელია. მაქვს კვირაში 1 ან შეიძლება თუ თავისთავად მაძლევს ჩემი რუტინა მაგის საშუალებას, მაქვს 2 დღეც, რომ ის მთელი, აი ვაძლევ ორგანიზმს უფლებას, რომ მთელი დღე იძინოს, ხო, 1 ან 2 დღე მაქვს ეგეთი. დანარჩენი დღეები. შენ დღის გრაფიკი რამდენადაც ვიცი არის ძალიან გადატვირთული, ძალიან პროდუქტიული და აქტიური. როგორ იგეგმება შენი დღე? საღამოობით, ხანდახან თუ ვერ მოვასწარი დაწოლამდე მე რო დავწვევი, ფიქრობ, ნოუთებში ვიწერ რაღაცეებს, რომ არ დამავიწყდეს ძირითადი საკითხები ცალკე, ისეთი ცალკე. საყოფა ცხოვრება. ხო, საყოფა ცხოვრება ცალკე. მართლა ძალიან ბევრ რამეს ვასწრებ. მე თანდათან მოვყვები რეებს და ვის ნახევრიდან შემიძლია ეხა პირდაპირ მოვყვე. შეგვიძლია კი რა. ვიღებ ვის ნახევრიდან
9:30-მდე მიდის ბავშვის მომზადება ბაღის ამბებში. ბაღში რო დავტოვებ მე უკვე ეხლა დავიწყე სადღაც 3 თვეა პურის საცხობს ხსნი და ნუ გადავერთე მაქსიმალურად რემონტში შევისწავლე რაღაცა ქართული პურის არის საუბარი თუ ზოგადად ქართული პური და ძველ ქართული სახელიც გვაქვს რომელიც მე ნუ სიურპრიზად დავტოვებ. შვენიერი. ხო, და მოკლედ ამ ბიზნესის აწყობის, მცირე ბიზნესის აწყობის პერიოდში შევისწავლე ძალიან ბევრი რამ, მაგალითად გიფსკარდონზე მუშაობა და გადაღებვა და რაღაცეები. ესეც სხვათა შორის გიტარა შეიძლება გიფსკარდონის რო იყოს? არა. გააჩნია ვინ უკრავს ზედ. იმიტომ რომ შეიძლება მარტივად გატყდეს. აი მორჩენილი მასალებიდან თუ შეიძლება რომ ავაწყოთ. კი, ისე რა. სასაჩუქრე, საიუბილეო გიფსკარდონის. ეგრე კი, თუ არავინ არ დაუკრავს თავისთავად, თორე თუ დაუკრა, ცოტა გაუჭირდება. ნუ გიტარა ხო ფაქტიურად გავიჭიროთ ეხლა რა ვქნა ისეთი ქვეყანა ვართ. გიტარა ფაქტიურად სიმები ნაკლებად და ამთავარია ხე რისგანა მასალა თვითონ გაკეთებული და აქედან გამომდინარე გიფსკარდონი ვერ ჩამივარდა. ჩაკივარდა ბიზნესი. ყველაფერს რასაც მივადექი ამ ცხოვრებაში, მივადექი აი ესეთი დონკიხოტურ იდეალებს მივადექი, ქარის ცისკვილებს და რაღაცებს. კი, ეხლა გიფსკარდონის გიტარის აწყობა რო დავაპირო, აი ეგ გააკლია, ეხლა ჩემს ირგვლივ ხალხს, რომ აი იგაკლი. სრული ბედნიერებისთვის. დღე ვითარდება, შემდეგ უკვე ხდება ჩემს ცხოვრებაში შემოდის სახელმწიფო სამსახური, საჯარო სამსახური, თეატრი, ვარ ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის ერთ-ერთი სოლისტი. სადაც ახლა სხვათა შორის ძალიან მალე გვექნება ბიტლსების საღამო, აუცილებლად მე მოსაწვევებს მოგცემ. მამასთან ერთად კეთდება ეს ყველაფერი, მამაჩემთან ერთად. თეატრის შემდეგ როდის უნდა ველოდოთ დაახლოებით 11 ივნისი არის ზუსტად დაგეგმილი. კი. და ძალიან კარგი საღამო იქნება აუცილებლად. ეს გაიმართება ბენზეს კულტურის ცენტრში. კი, ცენტრში. შემდეგ უკვე მოდის საღამოების ეტაპი. არა, მაქვს შესვენება 2 საათიანი, როცა მივდივარ სახლში. ფანჯარა, კი. ფანჯარა, როცა მივდივარ სახლში, ოღონდ ეხლა შენ თუ დაარქმევ ამას შესვენებას. ანუ მივდივარ სახლში, ორივე ბავშვი, მამა მოვიდა რაღაცა სიყვარული რამე. ეს რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი რელაქსია. და ამავდროულად რელაქსთან ერთად ის რომ უკვე ებმები ოჯახურ ამბებში რაღაცა იქ ის არის გასაკეთებელი, აქ ეს არის, იქ ეს და ნუ ეს 2 საათიც ესე ფანჯარა ესე გადის დატვირთულად. მერე უკვე მოდის საღამოს პერიოდი, როცა მიწევს უკვე ხალხისთვის მღერა სხვადასხვა ლოკაციებზე. ერთ-ერთი არის ჩვენი აი უმამაზესი გამორჩეულად საყვარელი ჩემი სამუშაო ადგილი ლუმი. და ესე მთავრდება ღამით მივდივარ უკვე მკვდარი ბალიჩზე თავის სანამ თავს თავდებ უკვე მძინავს და ესე მთავრდება ჩემი დღე. ხო, ძალიან ბევრი კითხვა გამიშთა ეხლა რომელსაც რასაკვირველი არ დავსვამ, იმიტომ რომ წავიყვანს ძალიან ისეთ დეტალებში რომელსაც დრო დაჭირდება ალბათ გადაცემის ფორმატისთვის რომ უფრო ხანგრძლივი იყოს, ასე რომ ისევ და ისევ შენს ძირითად ყველაზე საყვარელ და ნუ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელ და ძალიან კარგად რაც გამოგდის, აი იმასთან დაკავშირებით, თქვათ შენი სიახლეების შესახებ, მოუყვეთ მაყურებელსაც და მსმენელსაც, რა სინგლებზე არის საუბარი და როგორი ინტენსივობით მიდის, როგორ წერ, სად შეიძლება მოსმენა და ასე შემდეგ. კი ბატონო, ეხლა უახლესი პირველი რაც სამომავლო გეგმაში არის სინგლის გამოშვება, ეს არის სპორტული თემატიკის, არის სიმღერა საქართველოზე, საქართველოს ფორმაშია, ესე ქვია, რომლის კლიპიც ჩაიწერა, აუდიოც მანამდე მზად იყო, კლიპიც ჩაიწერა, ეხლა არის მონტაჟის პერიოდში, სხვათა შორის აჭარის ტელევიზია. მონტაჟის პერიოდში? ეხლა არის მონტაჟის პერიოდში, კი, სადაც დაახლოებით 1 თვის შუალედში უკვე შევძლებთ, რომ მაყურებლისთვის სხვადასხვა პლატფორმებზე მაყურებელს რო შევთავაზოთ მოსმენა. მანამდე ვერანაირად ფიზიკურად. პარალელურად ჩემს საკუთარ საავტორო სიმღერებს წერ და რამინდა რომ თქვა, ეს საქართველოს ფორმაშია. სამნი ვართ, მე გიორგი გოგიბერიძე და გიორგი ცეცხლაძე. მივხვდი, რომელზეც არის საუბარი, მინდოდა მეკითხა, იმიტომ რომ ორივეს
თან მქონდა რაღაც საუბარი და მოვისმინე შავი ვერსია. ესე იგი მოისმინე, ხო? ოღონდ ისე რა, ანუ არა გავრცელების. ნუ თვითონ ჟანრი არის რაღაც gangsta თემა ამბავი, gangsta rap ამბავია. ოღონდ აი მისამღერი Linkin Park-ის ეულად რაღაც rock ამბავში გავატარეთ, გავარენდერეთ, ესე ვთქვათ და მოკლედ გამოვიდა რაღაც კარგი რაღაც. რამ განაპირობა შექმნა ამ სიმღერის საქართველოს ფორმაში? რამ განაპირობა? ხო, აი საიდან გაჩნდა ეს იდეა, რომ თქვათ სიტყვაზე საქართველოს ჭირდება შემოძახება ერთი რომ საქართველოს. ეხლა ჩვენ მოტივი მოგვცა, მე მგონი აი სპორტმა, კი, ნამდვილად, იმიტომ რომ 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანაში რო ამდენი წარმატებული ადამიანი ყავს ამ სფეროში ძალიან კარგია და თავისთავად და გვამაყობთ ყველა და გვიხარია და ყველაფერი ხო თავის ადგილზე. და ამ ყველაფერმა განაპირობა ფეხბურთმაც, იქ ევროპის ჩემპიონატი, აქეთ UFC-ში კი ვიცით რაც ხდება, ჭიდაობა და ნუ მოკლედ ყველაფერში წარმატებული. სპორტი ავიღეთ. კი, ავიღეთ ნამდვილად. ნამდვილად. შვენიერი. ალბომი ხო არა გაქვს? ან ხო არ ემზადები ალბომისთვის? კი მაქვს ალბომი, ოღონდ ჩემთვის საკუთარ. ოღონდ არავინ არის. ხო, დაახლოებით. არა, ჩემს საღამოებზე ვასრულებ ჩემს სიმღერებს, მაგრამ რო გითხრათ, რომ ეხლა სადმე მიდევს პლატფორმაზე, მაგის ფაქტურად დრო არ მრჩება იმისთვის, რომ ნუ ალბათ ავიღებ რაღაც მას შესვენებას ხო ცხოვრებაში, სამ თვეს მაინც რომ რაღაც დავუთმო ამ ყველაფერს. მაგრამ ჯერ მე მგონია ამ ალბომსაც რაღაცა სხვა სიმღერა შემოვიდა, იქ ვანაცვლებ რომელიღაცას და აი რაღაცა მაგ პროცესში ვარ რა, მე მგონია რომ კლიანად რო შეიკვრება, მე უკვე კარგად დავუთმობ მაგას. აუცილებლად და რა თქმა უნდა ველოდებით. დღეს სიმღერა რომელიც შესრულდება შენი საავტორო იქნება ალბომიდან, ერთ-ერთი აი იმ ალბომიდან რომელსაც ჯერ არ ვიცნობთ. და რა სიმღერა არის და რა ისტორია აქვს ორი სიტყვით როგორ? სიმღერას ქვია დაღამდა. და ისეთი ინტრიგნული სიტყვა დაღამდა და ნუ მე რეპი შეიძლება მოხდეს ხო, მაგრამ ინსპირაცია ბევრი რამე შეიძლება მოყვეს დაღამებას. კი. ინსპირაცია მოვიდა აი სხვათა შორის მე ყოველთვის ტკივილი მაწერინებს რა, თუ ვარ დეპრესიაში, რაღაცა მტკივა ძალიან, შეიძლება სიმღერა იყოს აბსოლუტურად მუზებზე, ცისარტყელებზე, ფერებზე, რაღაცა ჭკვიალა რაღაცეებზე, ტექსტი, მაგრამ იქ მე სხვა რაღაცები მაქვს აბსოლუტურად ჩადებული და თუ ხარ დეპრესიაში, წადი ეკლესიაში არ მოქმედებს ხო შენ? არა, დეპრესიის ფაქტიურად დეპრესიაში არ ვარ ეხა გამომიყვანა. შენ გააქვს ზოგადად დეპრესიის დრო, ანუ ისეთი დაკრიტული გრაფიკი, რომ მე მგონი ბოლო 2 წელია ფაქტიურად ვიგონებთ ხოლმე ხო რაღაც დეპრესიას ვითომ რაღაც. უბრალოდ გარდატვირთულობა, კარგი დასვენება გვჭირდება ხოლმე ალბათ. ო, კი. არა დეპრესია ღმერთმა ყველა დაგვიფაროს იმ დეპრესიისგან რეების გამოვლილი მაქვს მაგრამ ხო რაღაცა ტკივილი მაწერინებს მარტო დეპრესია არა აი ტკივილი რომ რაღაცა მეწყინა მეთკინა და აი მივდივარ და ეს სიმღერაც ესე შეიქმნა რომ მივედი გიტარაზე ხა ყველა აკორდს რო გითხრა რომ ყველა აკორდს აბსოლუტურად ვფლობ და რაღაცა არა უფრო თვითნასწავლიც ვარ და სოლფეჯიოც ვფლობ ისე კარგად ბოლომდე არ ვიცი. ჩვენივად გამოგდის ყველაფერი. ხო და აი მივედი გიტარასთან რაღაცა თითო ნოტებით რაღაცა უცებ აკორდი მას ვქენი, მე რაღაცა და გადავიდა, გადმოვიდა. ნუ აი ისე მოხდა, ეს სიმღერა ისე შემოვიდა, ჯერ მელოდია დაიწერა თავისთავად. მე უკვე ტექსტი წამოვიდა ქონებაში რა შეიძლებოდა რომ მემღერა იქ. ისე მოვიდა, ნუ ახლა იმ მომენტში რა მეტკინა, მაგას ვერ მოვყვები, ცოტა პირადულია, მაგრამ მე მგონია რომ აი რაღაცა მომცა რა, ვერ გეტყვი, აი ვერ ვხსნი, ეგ რა არის ნუ ემოციური ფონია, რომელიც გაძლევს აი ამ ინსპირაციას. მოკლედ, ერთადერთი რაც დამრჩენია, შემიძლია გული და სულით გისურვო ის რომ ძალიან ბევრი ენერგია იმისთვის რომ განახორციელო და რეალიზება გაუკეთო შენს იდეებს და პროექტებს, რომელიც გააქვს და ამავდროულად ვიტოვებ უფლებას, რომ კიდევ გისურვო, გქონდეს დრო იმისთვის, რომ დაისვენო, კარგად გამოიძინო, რომ მე ყველაფერს კიდევ ესე პროდუქტიულად და ენერგიულად შევდგე. დიდი მადლობა დავასვით ძალიან ხარ, მადლობა დრო რო დაგვითმე. ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვთ და
და სიმღერა, რომელსაც ახლა ანრი შემოგთავაზებს, არის სათაურად დაღამდა. კარგად ბრძანდებოდეთ, ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, მომდევნო შეხვედრამდე. ნახვამდის, კარგად. კიდევ ერთხელ, გენაცვალე. თავ დავიწყება შენ მოდი ერთად ვიმღეროთ და ძველი დრო გავიხსენო ფიქრები თამაოდ ნუ დაიღლები შენ ისევ ჩემთან იქნები დავწეროთ ერთად რითმები მოდი იცეკვე ჩემთვის მალე მთვარე ამოვა და ყველაფერი გამოვა ჩვენ სიყვარულზე გეტყვი რომ ამაზე მეტი არსებობს ღმერთი დროს ვერ გაუსწრებს დროს შენ ვერ გაუსწრებს გავცვალოთ ისევ ფიქრები და ღამდა მოდის ფიფქები ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით მომეცი მე შენი თბილი ხელები და ცისარტყელის ფერებით მე მაგრად მოგეფერები მოდი იცეკვე ჩემთვის მალე მთვარე ამოვა და ყველაფერი გამოვა ჩვენ სიყვარულზე გეტყვი რომ ამაზე მეტი არსებობს ღმერთი დროს ვერ გაუსწრებს დროს შენ ვერ გაუსწრებს